დღეს მედიატეკაში შედგა ჟურნალ Copyright-ის რიგით მე-6 ნომრის პრეზენტაცია. ჟურნალი გამოვა 3 თვეში ერთხელ. ყოველ ჟურნალს თავისი ნომრის პრეზენტაცია ექნება. როდის დაიწყეთ ჟურნალზე მუშაობა და იდეა ვის იყო, ვინ არის დამფუძნებელი? დღეს გამოვიდა მე-6 ნომერი, მე ჩავერთვე მე-4 ნომრიდან, ამიტომ ისე კი 3 ნომერზე ვიმუშავე. ჩემ რუბრიკას ქვია ახალი კრიზისისგან, ყავს ჩემი აღმოჩენები. ამჯერად ყავს ბაჩო ცანავა მეთოჯინე, თავის არაჩვეულებრივი თოჯინებით, დღეს წარადგინეთ. ესე მოდით ახლა ბაჩოს მოусმინოთ. ესე კრისტიმ ნახა ინტერნეტის საშუალებით დამიკავშირდა და შემოთავაზა რომ მიიღო მონაწილეობა გამოფენაში და ყოფილიყავი მისი რესპონდენტი. კრისტი არის უკვე გითხრათ რომ ერთ-ერთი რუბრიკის ავტორი და მეც რა თქმა უნდა დავთანხმდი, ეს ჩემთვის ძალიან კარგი და სასიხარულო იყო და აი დღეს ხედავთ სახეზეა ყველა. და რა თქმა უნდა ბაჩო გახდა ჩვენი ასოციაციის წევრი. მისი ავტორ უფლებები დაცული, ამიტომ ვერაფერს ვერ უკეთესია კიდე რომ ჩემ უფლებებს დაიცა. ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ამ ჩვენი ასოციაციის და ჩვენი ჟურნალის. როდის დაიწყეთ ჟურნალზე მუშაობა და იდეა ვის იყო, ვინ არის დამფუძნებელი? იდეა თავიდანვე გაჩნდა ასოციაციაში, როდესაც დაიწყო მისი რეფორმირების პროცესი. ეს გახდა 2012 წლის იანვარში, როდესაც პირველი ნომერი გამოვუშვით. ჟურნალის გამოშვება გადავწყვიტეთ, გამომდინარე იქიდან, რომ საავტორო უფლებების შესახებ ისედაც მწირი ინფორმაცია მიეწოდებოდა საზოგადოებას და მინდოდა რომ ეს ჟურნალი ქცეულიყო ერთ-ერთ ინსტრუმენტად, რის საშუალებითაც ამ ინფორმაციას კიდევ უფრო გავავრცელებთ. დღეს უკვე გამოიცა მე-6 ნომერი და მე მინდა სიხარულით აღნიშნო ის, რომ დღესდღეობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის გამოდგა მართლაც ქმედითი ინსტრუმენტი და ამ ჟურნალის მეშვეობით ძალიან ბევრს უკვე მიეწოდება ინფორმაცია საავტორო უფლებების შესახებ, ჩვენი ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ, საზოგადოებრივ მიმდინარე პროცესების შესახებ და ასე შემდეგ. ანუ საბოლოო ჯამში ჟურნალი ემსახურება საავტორო უფლებების დაცვას, მასში არის სტატიები როგორც წმინდა სამეცნიერო, ასევე შემეცნებითი, რაც გათვლილია როგორც სამეცნიერო, ასე პროფესიონალურ პუბლიკაზე, ასევე ნებისმიერი ასაკის და გემოვნების სხვა დაინტერესებულ მკითხველს. ჟურნალის შეძენა საჩვენო. ჟურნალი ვრცელდება უსასყიდლოდ, ის არ იყიდება, ვრცელდება ლიტერატურული კრიტიკის კაფეებში, სასტუმროებში, სახელმწიფო დაწესებულებებში და ასე შემდეგ.